მოგესალმებით სენაკის რადიო სადგურიდან. ეთერშია სენაკის ხმა. მე კი მის წამყვანი ილია გვარამია გახლავართ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია Flex პროგრამის კურსდამთავრებული და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჟვანი. მოგესალმები გიორგი. გამარჯვებია, მადლობა მოწვევისთვის. მოგვიყევით Flex-ის პროგრამას. Flex პროგრამა არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, რომელიც სათავეს იღებს 90-იანებიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ერთ-ერთი სენატორის ინიციატივით ჩაიყარა საფუძველი ამ პროგრამის, რამე თუ საყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ახალგაზრდებსა და ამერიკულ კულტურას შორის მომხდარიყო ეს ერთგვარი შერწყმა და გაცნობა. და 30 წელი შეუსრულდა უკვე შარშან როგორც უბრალოდ მახსოვს. და პროგრამა უშუალოდ მე-11 კლასის მოსწავლეებს თავაზობს ერთწლიან გაცვლით პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მონაწილეები ისწავლიან ამერიკულ სკოლებში და ყველაფერი დაუფინეს ამერიკულ ოჯახში იქნებიან სრულ დაფინანსებით და სტიპენდიით. შვანიერი. საიდან გაიგე ამ პროგრამის შესახებ? ამ პროგრამის შესახებ გავიგე ბევრი წყაროსგან, მათ შორის ადგილობრივი ყოფილი კურსდამთავრებულებისგან, რაღაც ინგლისურის მასწავლებელისგან, ონლაინ სივრცეში. ანუ ესეთი მასშტაბური პროექტი. კი, საკმაოდ მასშტაბური პროექტი არის საქართველოს მასშტაბით. და პირადად შენ რატომ დაინტერესდი ამ პროგრამით? მე დაინტერესდი იმის გამო, რომ მინდოდა რომ რაღაც ახალი მეცადა და რეალურად ამერიკაში სწავლა და მაგ გამოცდილების მიღება არ არის ცუდი იდეა და გადავწყვიტე რომ შემევსო ეს აპლიკაცია. მე-10 კლასში არ შემევსია, მე-10 კლასში შემიძლია, მაგრამ რაღაც საკუთარ თავთან მქონდა შიშები რომ ვერ გადავიდოდი და მე-11 კლასში ამდენი შევსე და საბოლოოდ მიმიღეს. და რომელი წლიდან იწყება ეს მიღება და თუ არის რაიმე კრიტერიუმი, რასაც უნდა ყოველ წელს არის ეს, ახლა გახსნილი არის როგორც ვიცი ეს აპლიკაციო ფორმა. აი ამერიკული საბჭოების Facebook გვერდზე თუ გადახვალთ, მან ინფორმაცია დაგხვდებათ. და როგორც ვიცი აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა და სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა იყოს აპლიკაცია გახსნილი და მაგ პერიოდში 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ რა აპლიკაციის შევსება დაიწყოთ. მარტივი ალბათ არ იქნება თვითონ აპლიკაციის შევსების პროცედურა. ამაზეც რომ გითხრათ ერთი-ორი ხო, რეალურად სულ შედგება 3 ტურისგან. ახლა არ ვიცი შეიძლება რაღაცა შეცვალეს. ერთი ეგვიცი რომ თარიღები არის შეცვლილი და უფრო აქეთ არის გადმოწეული, უფრო ადრე იგებ პასუხებს და უფრო ადრე მიდიან ბავშვებს. რეალურად 3 ტურისგან შედგება სულ. პირველი არის უბრალოდ აპლიკაცია, სადაც გიწევს 3 ესეს დაწერა, რაღაც გამოცდილებიდან და მანდ გირჩევთ რომ რეალურად ისეთი რაღაცეები დაწეროთ, რაც ანუ აპლიკაციის გამსწორებლებს, ასე ვთქვათ, დაანახებს თქვენს რაღაც ლიდერულ თვისებებს და ნიშნავენ თვისებებს, რომლებიც გამოგადგებათ ამერიკაში და გირჩევთ რომ მხოლოდ ასეთ თვისებებს მიაქციათ ყურადღება და ამ რაღაცების შესახებ ისაუბროთ და ძალიან მარტივი მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე. როცა ამას გადააგზავნით, შემდგომ 1 დღის განმავლობაში მოგდით იმეილზე მესიჯი ტესტის დაწერის თაობაზე და გიწევთ რაღაც 15 წუთიანი ინგლისურის სატესტო ტესტი დაწეროთ, სადაც თქვენი ცოდნა გამოვლინდება და ამის შემდგომ უკვე არის ლოდინის რეჟიმი, როდესაც ამ ესეების და ტესტის პასუხების გადამოწმება ხდება და შეფასება, რის შემდეგაც გადადიხართ უკვე ნახევარფინალში. ამ ნახევარფინალში რეალურად გიწევთ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება, მათ შორის ჯანდაცვის
ჯანმრთელობის მხრივ ტუბერკულოზის ტესტის აღება და რამდენიმე აცრების გაკეთება. მე მაგალითად COVID-ის პერიოდში მომწია წასვლა და რაც COVID აცრაც მიქნა ვაქცინაციაც მიქნა გასაკეთებელი. და პლუს მაგას გეოლდებოდ გასაუბრება, რომელიც როგორც გავიგე, არ ვიცი რამდენად სწორი არის, უშუალოდ ჩემ დროს იყო ონლაინ და ახლა ვიღაცისგან გავიგე, რომ ფიზიკურად ან უშუალოდ რეგიონებში ჩამოდიან და პირისპირ ექნებათ გასაუბრება. რაც ალბათ უკეთესი არის, იმიტომ რომ უფრო რეალურად ძალიან კარგი ადამიანები არიან, ვინც თქვენი გამსაუბრებლები და ალბათ უკეთესი არის, როცა პირისპირ გიწევს გასაუბრება. რის შემდეგაც უკვე ფინალისტობა არის უშუალოდ წასვლა ამერიკაში და კიდე რაღაც 2 თვიანი ლოდინის რეჟიმი არის. რის შემდეგაც გეტყვიან საბოლოოდ გადახვედით თუ არა ფინალში და მიდიხარ თუ არა ამერიკაში. როგორც ვიცი, სენაკიდან იყავით 2 ახალგაზრდა, ხო, იმ წელს? ჩვენს წელს ხო ახლა როგორც ვიცი 3 ახალგაზრდა ჩამოვიდა წელს. და რამდენად მასშტაბურია აი რეგიონებიდან? ხო, ძირითადად რეგიონებიდან მიდიან ხოლმე, იმიტომ რომ დაახლოებით 70 ბავშვი ირჩევა საშუალოდ ყოველწლიურად და აპლიკანტების რაოდენობაც არის დაახლოებით 4000-დან 5000-მდე. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ავსებს ხოლმე ამის. ამიტომ მასშტაბური საკმაოდ. ხო, საკმაოდ დიდია მართლა მათი რიცხვი. ამ პროგრამის გამარჯვების შემთხვევაში გიწევს უკვე ამერიკაში წასვლა, სადაც უნდა იცხოვრო სრულიად უცხო ადამიანებთან. კი, შეიძლება ონლაინ მათთან გაისაუბრე რაღაცები განიხილეთ, ასე თუ ისე გააცანე საკუთარი თავი, მაგრამ უშუალოდ როცა იქ ჩადიხარ, აი როგორია თვითონ დამოკიდებულება, შენი მოლოდინები როგორი იყო, წარმოდგენები და მოკლედ ამ ყველაფერზეც რომ ისაუბროთ. თვითონ ოჯახზე, სადაც ეს 1 წელი გაატარა. ხო, ეგეც ინდივიდუალური არის ყველა აპლიკანტისთვის და მონაწილესთვის, თუმცა მეტწილად ერთნაირი არის და მეტწილად კარგი არის, იმიტომ რომ როგორც უშუალოდ აპლიკანტები გადიან შერჩევის პროცესს, ისე გადიან უშუალოდ მასპინძელი ოჯახებიც და სკოლებიც მოჩარის და კარგად მოწმდება მათი რაც ფინანსური თუ რაღაც ან მათი სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა მოჩარის და მათი რაღაც კრიმინალური ისტორია და ასე შემდეგ და სკოლაშიც რამდენიმე კარგი პირობები არის. თუმცა გამონაკლისები მანდაც არის იშვიათად, მაგრამ არის. ხო, მე როდესაც ჩავედი რეალურად საერთოდ არანაირი გაუცხოების პრობლემა არ მქონია ჩემთან გასაკვირად და რაღაც თითქოს თითქოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდი რომ ეს უნდა მომხდარიყო და რეალურად პრობლემა არ მქონია საერთოდ. თავიდანვე და ოჯახი შემხვდა ძალიან კარგი. ძალიან კარგად მიმიღეს თან მნიშვნელოვანი ფაქტორი მანდ არის რომ ზოგადად ამერიკული ოჯახები არ შედგება რაღაც ერთ სახლში არსებული რაღაც მაცხოვრებისგან და ჩემს სახლში მაგალითად 4 ვიყავით, თუმცა გაცილებით დიდი ტრადიცია აქვს უშუალოდ დიდი ოჯახების და რეალურად ძალიან ახლოს ხარ აბსოლუტურად ყველა ახლო თუ შორეულ ოჯახის წევრთან და ნებისმიერ მათგანთან შეგიძლია რომ რაც ღამე გაათიო ან რაღაც მათთან გაატარო მეცილად რომ და უშუალოდ სკოლასაც შეეხება სკოლებიც არის ძალიან კარგი. ვიტყოდი რომ მე მქონია რომ უფრო კაცლებით მეტი შესაძლებლობა არის ამერიკაში განსაკუთრებით იმ ადამიანების თვის ვისაც რეალურად ეს საგნები რომელსაც ამ სკოლაში ჩვენ სკოლაში გადიან როგორც არის მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა ნაკლებად დაინტერესებთ და ძალიან კარგი შესაძლებლობა ამ ხევაც და ამასთან ერთად ეგეც უნდა აღნიშნოს რომ კოორდინატორი ყავს ცალკე თითოეულ მონაწილეს ეს ქართველი? არა, ამერიკელი კოორდინატორი უშუალოდ ეგ არის რომ უშუალოდ Flex-თან ერთად არის ასე ვთქვათ გამოსახლებელი ორგანიზაციები რომლებიც Flex-თან ურთიერთთანამშრომლობენ
ურთიერთ თანამშრომლობენ და ზოგადად ანაწილებენ ამერიკის მასშტაბით ბავშვებს. და ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი არის ხოლმე კოორდინატორი, რომელიც თავის მხრივ დიდ შრომას დებს იმისთვის, რომ აპლიკანტების და მონაწილეების ეს ერთი წელი ნაყოფიერი აღმოჩნდეს. თვითონ შტატი, ანუ რომელ შტატში იყავი და როცა გაიგე წასვლამდე, რომ გიწევდა იმ შტატში წასვლა და ცხოვრება, როგორ მიიღე ეს? ხო თუ არა ეგ შტატი შენთვის ნაცნობი. ზოგადად ამერიკაში ცხოვრებას და წასვლაზე თითქმის ყველა ადამიანი ოცნებობს და როცა გაიგე ამ შტატის შესახებ, რამდენად გქონდა ინფორმაცია იმ შტატის შესახებ და გაგიხარდა თუ არა. ხო, რეალურად მე მოხდი პენსილვანიაში, რომელიც არის ჩრდილოური შტატი და არის ძველი შტატი და მნიშვნელოვანი შტატი ამერიკისთვის. რეალურად არ მიფიქრია დიდად სანამ პასუხს გავიგებდი უშუალოდ შტატის რა რეალურად რომელი სადმინო და ამ ერთი წლის გატარება ყველაზე მეტად. ხო, ეგ უნდა ვთქვათ, რომ შენ მონაწილე უშუალოდ აირჩევს შტატს და უბრალოდ პასუხი მოსდის. უბრალოდ იყო რამდენიმე შტატი, სადაც არ მინდოდა წასვლა მაღალი კრიმინალური დონის და ცხოვრების დონის დაბალი ცხოვრების დონის ხო და გამო ძირითადად იყო სამხრეთული შტატები ასეთები, თუმცა მე მოხდი პენსილვანიაში. კერძოდ პიტსბურგი არის მთავარი ქალაქი იმ რეგიონში, სადაც მოხდი და პიტსბურგთან ახლოს ძირითადად მონაწილეები ყოველთვის დიდ ქალაქთან ახლოს ან დიდ ქალაქში უშუალოდ, ან დიდ ქალაქთან ახლოს ნაწილდებიან ხოლმე. და რეალურად ეგ არის, რომ სადაც არ უნდა მოხვდეთ, რომელ შტატშიც არ უნდა მოხვდეთ, ყველა შტატს აქვს თავისი უპირატესობები, კარგი მხარეები და ცუდი მხარეები, ამიტომ რეალურად ვფიქრობ, რომ არც ერთი შტატი მიუხედავად ყველაფრისა ცუდი არ არის, ცუდი გამოცდილება, მით უმეტეს საქართველოს ფონზე. ხო, თვითონ იმ ამერიკელი შეძენილი ოჯახის წევრების დამოკიდებულება როგორი იყო? ან ინტერესი შენი ქვეყნის მიმართ თუ გეკითხებოდნენ რაიმეს საქართველოს შესახებ, კულტურის შესახებ, საკვების შესახებ და ასე შემდეგ. ხო, მე რეალურად ვიყავი ჩემს ოჯახში უშუალოდ სახლში სადაც ცხოვრობდი იყვნენ ცოლ-ქმარნი, რომელსაც შვილები ყავდათ, რომლებიც ცალკე ცხოვრობდნენ, თავიანთი ოჯახი ჰქონდათ, ამიტომ რეალურად ყოველი სადილის დრო იყო საუბრის დრო, როდესაც მათ შორის ჩემ ქვეყანაზეც ძალიან ბევრს საუბრობდით და არა მხოლოდ ჩემს ქვეყანაზე, მათ შორის ამერიკაში არსებულ თემებზე. ხა ეგ უნდა ვთქვათ, რომ რეალურად არ იცოდნენ საქართველო რა იყო. პირველად გაიგეს ჩემი ქვეყნის შესახებ და არა მხოლოდ მათ, არამედ ჩემს ქალაქში სადაც ვიყავი თითქმის ყველამ. და ეგ რეალურად ან ფლექსის რეალურად მთავარი დანიშნულებაც ეგ არის, რომ ერთგვარიობაში ხარ ქვეყნის ამერიკაში და მაგის საშუალება კარგად მომეცა, იმიტომ რომ საერთოდ აზრზე არ იყვნენ საქართველო რა იყო. და მარტო ჯორჯიას შტატით შემოიფარგლებოდნენ, როცა ეგ ისმოდოთ, ამიტომ ხო, ინტერესი იყო და საუბრები ძალიან ხშირი გვქონდა ყოველდღიური. ზოგადად, როდესაც უცხოეთში მივდივარ თან სტუმრად ან დასასვენებლად და გვინდა დაბეჭდილება მოვახდინოთ იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელ ქვეყანაშიც ჩავდივართ, მიგვაქვს საქართველოსთვის დამახასიათებელი რაიმე სნექი, ან კერძი, ან ფიგურა, ან რაიმე სახის ნივთი რა. შენ შემთხვევაში რაზე იფიქრე და რა წაიღე, როცა იქ მიდიოდი? ხო, პირველ რიგში ისეთი რაც საქართველოს დამახასიათებელია და რაც არ ფუჭდება, მალფუჭებადი არ არის, რა თქმა უნდა ჩურჩხალა და ეგ მახსოვს რომ წავიღე, თუმცა წავიღე ქარხნული და მახსოვს რომ ჟავე იყო და იმედგაც სურავა იყო. სხვა შემთხვევაში ძირითადად ედი ჩამოარჩია საჩუქარი. ერთი ეგ ვიცი რომ ჩემი მასპინძელი ძმა და ვარ ვთქვათ ერთი სახელმწიფო რომელსაც კალათბურთი უყვარდა და მახსოვს რომ საქართველოს ნაკრების მაისური წავი კალათბურთის და დედა ჩემმა არჩია ხოლმე რაღაც აი სუფრის ქართული ორნამენტების რაღაცები და მსგავსი რაღაცები ძირითადად რა. აი ყანწი მაგალითად და მსგავსი რაღაცები.
ეს არ გაკვირვებიათ, როცა კანცი ნახეს, ან ემოციები როგორი წამოვიდა, აი მაგას. დიდად არა. მიხდიდად არა, ანუ რეალურად მისის რეალად დანიშნულება რისთვის იყო კითხეს და ეკითხარი. რეალურად ეგ ორნამენტიანი რაღაცები მოეწონეთ და ეგენიც ხო, ანუ ჩურჩხელად სამწუხაროდ არ მოეწონათ და არც მომეწონა, მაგრამ ხო ყველაფერი კი. ხდება ხოლმე რაღაც სახის ნიუანსები. ერთი წელი სწავლობდი იქაურ სკოლაში. თვითონ მოსწავლეების და იმ ახალგაზრდების დამოკიდებულება როგორი იყო, აი სხვა ქვეყნის, აი რო არ გაუგია ისეთი ქვეყნის მოქალაქე ჩადის და იწყებს მათთან ერთად სწავლას. აი მიდგომები როგორი იყო შენთან დაკავშირებით, ურთიერთობა როგორ ჩამოგიყალიბდა, მეგობრობამდე როგორ გახვედით, საერთო ინტერესები თუ გქონიათ, აი ამის შესახებაც რომ. სხვათა შორის არ ველოდი და საკმაოდ მარტივად მოხდა იქ ყველაფერი. იმიტომ რომ მე თან გვიან წავედი, იმიტომ რომ COVID-ი დამიდა სტუმრდა. და მომიწია სექტემბრის შუა რიცხვებში გაფრენა და როდესაც უკვე სკოლა დაწყებული იყო. ანუ პირველ ნაკადს მიყვებოდი დაგიდა სტუმრდა. იდეაში მიყვებოდი ბოლო ნაკადს, ეგრე გამოვიდა. და ბოლო ნაკადის ბოლო ნაკადში ვერ წავედი და მე და ერთი ბიჭი წავედით ბოლოში საერთოდ სექტემბრის შუა რიცხვებში, როდესაც სკოლა დაწყებული იყო უკვე. და ეგ მახსოვს რომ ძალიან სწრაფად მოხდა საგნებსაც შენ თვითონ მირჩევან. ჩემი საგნების არჩევა და რაც მახსოვს რომ ერთი ჩემი თანაკლასელი ცოტა არ არის თქვა კარგი ნათქვამი, იმიტომ რომ მან რაღაც კლასების მიხედვით არის მე-12 კლასელები ძალიან ბევრი არიან, თუმცა მათთან რაღაც ნაწილსაგნებს იზიარებ, ნაწილსაგნებს არ იზიარებ. და მახსოვს რომ კარგი დამათვალიერებინა ყველაფერი და მე კაფეტერიაში ლანჩის დრო იყო და ლანჩის დროსაც ძალიან ახლოს შევედი ყველასთან ურთიერთობაში და ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ ყველანი, რასაც არ ველოდი. ან ველოდი რომ კარგი ეფიქნა, მაგრამ ეგეთი კარგი ვიქნებოდნენ, ნაკლებად წარმომედგინა. და არა მხოლოდ უშუალოდ ბავშვები, არამედ მასწავლებლებიც, სკოლის დირექტორიც და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კალათბურთი და სხვა სპორტები რეალურად სკოლებისთვის. ვიტყოდი რომ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც არის ვითრე სკოლა უშუალოდ და წვრთნელებიც და აბსოლუტურად ყველა მთელი სტაფი ძალიან მეგობრულები და ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ძალიან გამხარდა. როგორც წევან ახსენე, სპორტს ძალიან დიდი როლი უჭირავს იქაურ სკოლებში. მაინტერესებს შენ თუ იყავი რაიმე სპორტში ჩართული და სპორტის რა მიმართულებები არის სკოლებში. იქაურ სკოლებში. აი რა განსხვავება არის მაგალითად საქართველოსა და ამერიკაში. ხო, მანდარი სეზონების მიხედვით, იმიტომ რომ სულ სკოლა არის რაც შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე. და შესაბამისად რამდენად ცივა გარეთ მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მაგალითად გაზაფხულზე და შემოდგომაზე არის ანუ გარე სპორტები, სადაც გარეთ თამაშობთ დორს ასეთებიან და უშუალოდ ზამთარში არის ინდორ სპორტები, როგორც არის კალათბურთი და ფრენბურთი. მაგალითად შემოდგომაზე მახსოვს რომ ამერიკული ფრენბურთი და ფეხბურთის არჩევანი ჰქონდა და ზამთარში იყო ჭიდაობა და კალათბურთი, გაზაფხულზე იყო ბეისბოლი, როგორც მახსოვს. და რეალურად აბსოლუტურად შენ თვითონ ირჩევ კიდე თუ არა მონაწილეობა რაღაც გიწევს რა თქმა უნდა ელემენტარული ნორმატივების ჩავარებას ვერ უწოდებდი, მაგრამ ანუ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად ვარგისია და რამდენად ხელსაყრელი არის უშუალოდ სპორტისთვის სპორტში მონაწილეობის მიღებისთვის. ხო და ამ ხრივ დიდი არჩევანი არის. რა სადაც გინდა იქ ჩაეწერები და რაღაც ძალიან ინტენსიური ვორქშოპები არის და თამაშები არის და მნიშვნელოვანი არის. მით უმეტეს რომ მე ქალაქში სადაც ვიყავი, რაღაც პროფესიონალური გუნდი არ ყავდა და ანუ უშუალოდ სკოლის გუნდი იყო, მათი მთავარი გუნდი და რეალურად
ძალიან დიდი დარბაზები არის და 1-200-მდე ადამიანი საშუალოდ ესწრება ხოლმე თამაშს და ფულ სიხდისაც მნიშვნელოვანი არის და უშუალოდ ფულ სიხდის რაში? თამაშის საყურებლად, ბილეთის ხო, რაც შენ мотивაციას გაძლევს, რომ შენ გამარო ხალხი ფულ სიხდის უფრო მეტად ვორჯიშო და უფრო მეტი დრო ჩანდო მაგაში, რაც მნიშვნელოვანი არის. და რაღაც უფრო თავდაჯერებას მატებს მომავალ სპორტსმენებს ვინც არიან. ხო, ეგ არის სპორტის განსხვავება, ძალიან დიდი არის, აქ უბრალოდ სპორტის გაკვეთილები არის ხოლმე. და იქ რაღაც ძალიან დიდი ფინანსები იდება და ანუ როგორც ვახსენე წინათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამერიკაში სპორტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სწავლა. რაც რეალურად ამერიკოს ძალიან სპორტული ქვეყანა არის მაგრამ და მაგაზეც აისახება. ბარემ სკოლის საგნებზეც რო გითხრა და განსხვავებებზე სწავლებასთან დაკავშირებით. რამდენად მარტივია ან რამდენად რთულია იქ სწავლა? მე ვიტყოდი რომ მარტივი არის უფრო სწავლა. მაგრამ ალბათ სკოლაზეც არის ამოკიდებული ის. ეგ მაგაზე ვიტყოდი რომ რეალურად არის რამდენიმე საგანი რაც აუცილებელია რომ გაიარო რაც წლების მიხედვით მაგალითად არის ინგლისური რომელიც უნდა გამიარა მანდარი AP ინგლისური ქვია რაც ნიშნავს უკვე აი უმაღლესი ხარისხის ინგლისურს რასაც ანუ უნივერსიტეტებში სწავლობენ და მაგას სწავლობ ფიდიაში სკოლაში ეგ მომიწია და კალკულუსი მომიწია რომ გამიარო თუმცა არის ბევრი საგანი რასაც შენ თვითონ ირჩევ ну კალკულუსი რეალურად მე ავირჩია მაინც კალკულუსთან ერთად სხვა არჩევნებიც ქონდა მაგრამ რაღაც ელემენტარული ალგებრის არჩევა არ შემიძლია და ძალიან მრავალფეროვანი საგნები არის სკოლის მიხედვითაც გააჩინე დამოკიდებული არის მაგალითად ვიღაცის სკოლაში ჩემთან არ იყო ფოტოგრაფიის კურსი იყო ძალიან კარგი ჩემთან იყო ინჟინერიის კურსი სადაც ძალიან ბევრი მიმართულებით ვისწავლეთ ძალიან პრაქტიკული რაღაცები ზოგადად ხო ასეთ ანუ ადამიანებისთვის რომლებიც არ არიან დაინტერესებული რაღაც მათემატიკით და ისტორიით და მსგავსი საგნებით მნიშვნელოვანია მათთვის რომ ასეთი უნარები აითვისონ თავიანთი მომავალი პროფესია შეიძინონ. მით უმეტეს რომ ამერიკაში ეგეთი პროფესიებიც დაფასებული არის საქართველოსგან განსხვავებით. ხო, რეალურად არ ვიტყოდი რომ რთული არის. დიდად სიმართლე რომ ვთქვათ ძალიან ზარმაცობდი და უმაღლესი ქულები ავიღე ყველგან მაინც და ბევრსაც არ ითხოვენ. ვიტყვი მით უმეტეს ჩემგან არ ითხოვდნენ, რადგანაც გაცვლით პროგრამის სტუდენტი ვიყავი, თუმცა ალბათ მაინც დამოკიდებული არის სკოლაზე. ასევე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ საქართველოში არ არის ენის არჩევის უფლება, რომ შეიძლება რაღაც ენა ისწავლო. ჩემ შემთხვევაში ესპანური და ფრანგული იყო, აქ რაც ინგლისური და რუსული არის სავალდებულო. ჩემ შემთხვევაში ესპანური და ფრანგული იყო, მაგრამ უფრო დიდ სკოლებში ვიცი რომ იგივე ჩინური და ესეთი დიდი ენებიც დიდი ენა არის ესპანურიც, მაგრამ შედარებით ნაკლებად სწავლება დინებიც ისწავლება. კარგია რომ არჩევანის თავისუფლებას იტოვებენ ეს საკმაოდ ბევრს ნიშნავს მოსწავლესთვის და სტუდენტისთვის. ერთი წლის განმავლობაში თუ გიმოგზაურია თვითონ შტატში ან თუ გაინტერესებდა რაიმე კონკრეტული ადგილები და თუ ყოფილხარ მათ მოსანახულებლად. ხო, რეალურად ბევრი ადგილის ნახვა მინდა. რა თქმა უნდა, მაგისაც 1%-იც ვერ ნახე დროის გამო და ფინანსების გამო. ერთი ეგ უნდა ვთქვა, რომ კოორდინატორი ვახსენე ამას წინ და კოორდინატორთან აუცილებლად ერთი მოგზაურობა გექნებათ. მარტო? არა, თქვენ კოორდინატორი და თქვენს გარდა იდეაში სხვაებიც იქნებიან სხვა ბავშვებიც. ბავშვებთან ერთად. ჩემ შემთხვევაში იყო ნიაგარას ჩანჩქერზე. ბაფალო არის ერთი ქალაქი და ეს ნახეთ და რაც პენსილვანიაში უშუალოდ ჩემ შტატში მნიშვნელოვანი ადგილები მოვინახულით. და მე წავედით კლივლენდში, რომელიც არის მოსაზღვრე შტატში და მნიშვნელოვანი ქალაქია. ასევე ჩრდილო კაროლინაში ვიყავი, რომელიც არის ძალიან მაგარი შტატი და ოკეანის პირა შტატი და ძალიან კარგი.
და იქაც რამდენიმე ადგილი მოვინახულე, ვიყავი პენსილვანიაში ხშირად, პიტსბურგში, ვაშინგტონში ვიყავი ძალიან ხშირად და თუ რო დავთვალე 7 შტატი მაქვს მოვლილი. რაც ცოტა არის რეალურად. შვენიერი. კარგია, ამ სახის გამოცდილება რო გაქვს და შანსი რომ მოგეცა. რას უსურვებთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს ამ პროგრამაში ჩართვაზე და ვისაც აქვს სურვილი, რომ ამერიკაში წავიდეს სასწავლებლად, ისევე როგორც შენ. რა უნდა გაითვალისწინო და რას უსურვებთ? ჩემი აზრით, რეალურად პირველ რიგში ეგ არის, რომ მე რაც პრობლემა მქონდა, როცა მე-10 კლასში ვიყავი და არ ვცადე, ან ჩემი აზრით უნდა ადგინე ცადონ, იმიტომ რომ მე რაღაც შეშები მქონდა, რომ სწავლმატებლობის თვალროცი, ამიტომ მე გირჩევთ, რომ უბრალოდ ადგინე და აპლიკაციაში ავსოთ. და გირჩევთ, რომ როდესაც აპლიკაციები იქნება და როდესაც გასაუბრებები იქნება, ისეთ თქვენს თვისებებს მიაქციათ ყურადღება, რაც გონიათ, რომ თქვენს გამოცდილებს მოიწონებათ და რაც გონიათ, რომ კარგად ყველაზე ოპტიმალურად ჩდება შესაჩევი პროცესის მოთხოვნილებებში. ის თვისებები, რაც გონიათ, რომ ყველაზე მეტად გამოგადგებათ უცხო გარემოში ყოფნისას და უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას. მე ხა ამას ვურჩევდი უბრალოდ და თუ მოხვდებით, იმას გირჩევთ, რომ რეალურად ის საგნები არ აიღოთ, რაც არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ და რაც არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ შეგიძლიათ მოხდეს. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა იმ ადამიანებმა, რომლებიც ელემენტარულ პროცესის გამოთვლა და წიოდი შეკრება არ იცოდნენ, იმის გამო, რომ ხალხის დიდი ნაწილი იღებდა კალკულს, აიღო კალკულს და საბოლოოდ დაკარგა კუკლები მაგაში. და ეგ არასდროს არის როგორც წეგან მოხსენე, ხარ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი. რამდენად დაგეხმარა იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თვითონ უნივერსიტეტში სწავლების პროცესში? ხო, რეალურად ცოდნა ნაკლებად ერთი იმას ვიტყოდი ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობდა რეალურად ბიზნეს კლუბში ვიყავი, ეგ მახსოვს და ეგ ძალიან დამეხმარა. ძალიან დამეხმარა ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტათი დამეხმარა. თუმცა უმეტესწილად ისეთი უნარები მომცა და გამიღმა უფრო რაც მომავალში დამეხმარა იგივე ურთიერთობების მარტივად დამყარებაში უცხო ადამიანებთან და უცხო ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში და ასე შემდეგ. ვიცი, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში მოხვედრა და სწავლა რთულია. შენ რა სიტყვები ამის შესახებ? როგორ მოხვდი და რამდენად კმაყოფილი ხარ იქ სწავლდით? ხო, რეალურად მე ამერიკიდან რო ჩამოვედი როგორღაც 100% ემიგრანტი აღარ მოხვდი მანდ. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ სწავლები არ ვიცი როგორ მოხდა. ნიშნავენია ის ფაქტი, რომ 5%-იც არ არის მგონი, 5%-იც არის იმ სტუდენტებისა, რომელიც უგრანტოდ მოხვდა მანდ. და ხო, იქ რეალურად ასახავს იმ დონეს უნივერსიტეტზე, რადგან ბავშვები არიან პედაგოგიაში. ხო, სწავლა როგორც ასე არ არის მარტივი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეგეთი რთულიც არის, რომელსაც ბავშვები ამბობენ, რაც დრო არ გვაქვს და არ შეგვიძლია სწავლა რაც 2 საათამდე ვათიან ყავდა. ეგრეც ვერ ვიტყოდი, რომ ეგეთი რთულიც არის. ნამდვილად პროფესიონალი ლექტორები არიან, თუმცა ძალიან რთული არ არის. თვითონ ფაკულტეტსაც ხარ გააჩნია? კი, თავისთავად მაგაზე შეიძლება რამდენიმე ფაკულტეტი იყოს რთული და ესე ტყუილუგრა. ხო, მაგალითად, ხო, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი ძალიან რთული არის. ბიზნესიც შედარებით რთული მგონია, იმიტომ რომ შედარებით უფრო მეცით ხოლმე და ვფიქრობ, რომ ის კრედიტები, რომლებსაც საგნებს აქვს მინიჭებული, გაცილებით ნაკლები არის, ვიდრე რეალურად ეს საგნები შრომას მოითხოვენ.
სხვა მხრივ შედარებით უფრო მარტივი არის ჰუმანიტარული საგნები, ჰუმანიტარული ფაკულტეტები. ტექნიკური ფაკულტეტები უფრო რთული არის და რაც ფასზეც აისახება რეალურად 3700 იწევს 100%-იანი გრანტის შემდგომ ტექნიკურ ფაკულტეტებზე, როცა ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე არის 2700 1000-ით ნაკლები. და წესით ეგეც მოქმედებს. შენ რატომ აირჩიე ეს ფაკულტეტი? ხო, რეალურად მე ალბათ შეცდომა დავუშალოთ კი არა, შეცდომა დავუშვა, იმიტომ რომ რეალურად უბრალოდ იმის გამო ავირჩიე, რომ არ ვიცი სად მინდა გაგრძელება სწავლის უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობრებთან ყოფილიყავი ახლოს მაინც, რომლებიც ყოველდღე თავისუფლში აბარებდნენ და ხო, მოდი ვცხოვრობ ბიზნესზე, რომელიც ვიტყოდი, რომ მგონი ხუთეულში შედის საქართველოში ფაკულტეტების სირთულისგან გამომდინარე. ამბობ რომ არ ვიცოდი რა მინდოდაო და დარწმუნებული არ იყავი, გინდოდა თუ არა ამ ფაკულტეტზე სწავლა. ამერიკაში სწავლის გავლენა ხო არ არის ეს? და მანამდე როგორ ფიქრობ? ხო, შეიძლება, იმიტომ რომ გონია რომ ამერიკაში წასვლა ცოტა ამომაგდო, იმიტომ რომ მანამდე გადაწყვეტილი მქონდა რომ კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩამევარებინა და მაგას მიყვებოდი რეალურად, მაგრამ ამერიკაში წასვლის მერე ცოტა ამოვარდი მაგ მხრივ. და ის უნივერსიტეტი რაც მქონდა გადაწყვეტილი მანამდე დიდად აღარ მინდოდა უკვე. ამიტომ გადავწყვიტე ეს და ახლა ვცდილობ რომ რეალურად კომპიუტერული მეცნიერებები დავაბალანსავ რაც კურსებით და რაღაც ესპანურის მაინორი მაქვს აღებული და რეალურად ვცდილობ რომ ეს სამი რაღაცა შევთავსო და რაც მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით წავიდე საბოლოოდ ბიზნესის. ალბათ გქონდა იმის სურვილი რომ დარჩენილიყავი ამერიკაში და რადგან გიწევდა სტუდენტობა, ჩაგებარებინა და გესწავლა იქ. იყო ასეთ შემთხვევა? რეალურად შანსიც მქონდა თან სერიოზული რამდენიმე თან კარგი უნივერსიტეტისგანაც 50-ში. თუმცა არ ვიცი ჩემი სიზარმაცის გამოც და ალბათ შიშის გამოც და კიდე რამდენიმე ესეთი მიზეზის გამო ყოფილი არ მოხერხდა. და ხო რეალურად ახლა თუ არა მაგისტრატურაზე ყველა ვარიანტი შევცდები რომ ისევ დავუბრუნდე გავაგზავნე პროექტს ახლა მე არ გამიგზავნია და ვეცდები რომ თუ ამერიკაში არა ევროპაში მაინც გავაგზავნო სწავლა. მადლობა გიორგი, ნამდვილად საინტერესო თემები მიმოვიხილეთ. იმედი მაქვს რომ მსმენელისთვის საინტერესო თემებს შევეხეთ. კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს. ასევე წარმატებას გისურვებთ. კარგად. კარგად.